გილოცავთ. ვიცი რომ ეს არის მომენტი, რომელზეც მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში ოცნებობდით. რამდენად კარგი შეგრძნებაა, როდესაც ეს უცნება ახდა, თუ შევადარებთ თქვენს ყველას ხო ოცნებას. ძალიან ბედნიერი ვარ. ვცდილობ რომ თავი ვაკონტროლო, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დღეა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ UFC-ს 4-გზის ჩემპიონი ვარ Madison Square Garden-ში. ფიქრობდით, რომ ასეთი სამხრივი ბრძოლა იქნებოდა? თუ ელოდით, რომ ჯეკი ცოტა მეტ წინააღმდეგობას მაინც გაგიწევდათ მიწაზე ან თუდაც დგომში? როდესაც პირველად წავაქციე, ვიგრძენი, რომ გრძელი ღამე იქნებოდა და მიწაზე შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მომინდებოდა. მისგან ველოდი, რომ ადგომას შეეცდებოდა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ. მის ძველ ჩხუბებს უყურებდით. ის რამდენიმე ასპექტშია კარგი მიწაზე ჩხუბის დროს. მაგრამ მე ეს ყველა ასპექტი დავბლოკე. ამიტომ გახდა ეს ბრძოლა ასეთი ადვილი. რა უთხრა რიკ ჯონს ჩხუბის შემდეგ? უთხრა რომ მისმა ჯიუ-ჯიტსუმ არ იმუშავა და დაღესტანში უნდა ჩამოვიდეს 2 ან 3 წლით. და რა გიპასუხათ? სიცილი დაიწყო და ხაბიბს უთხრა რომ დაღესტანში ჩამოვა. თქვენი პირველი ბრძოლა იყო ქვესაშუალო დივიზიონში. რამდენად უკეთესი შეიძლება გახდეს თქვენი პერფორმანსი ამ წონით კატეგორიაში? დიახ, უკეთესი იქნება. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობდი, ისე როგორც არასდროს. უფრო მეტ ძალას, მეტ თავდაჯერებულობას ვგრძნობ, როცა უტყავ და მოძრაობ. ეს ყველა დატვას ვხედავდი და ბევრად უკეთესად ვგრძნობდი თავს. გრძნობ, რომ მიწაზე ნებისმიერს გავაკონტროლებ. ადრე ასეთი რამ არასოდეს მიგრძნია. რას ფიქრობთ ამ დივიზიონში სამომავლო ნაბიჯებზე? ბევრი კარგი ბიჭია, რამდენიმე დიდებული ბრძოლას ვიხილეთ დღეს. ილიამაც გამოგიწვიათ. მორალესმა და პრატეშმა თავიანთი ბრძოლა მოიგეს და ახლა შენთან ჩხუბის უსთ. ასევე შავკაც და უსმანსაც. დიახ, ეს არის ყველაზე კონკურენტუნარიანი დივიზიონი ახლა. დღესაც ბევრმა ახალგაზრდა მებრძოლმა იჩხუბა. რამდენიმე შემდეგ კვირას აქვს ჩხუბი. და ასევე კამარუ და თოფურიაც. ამ კულელებს უნდათ ჩემი ქამრის წართმევა, მაგრამ არავის დაუთმობ. ამდენს ვშრომობდი 2-გზის ჩემპიონობისთვის. ახლა ბევრი წონის დაკლება აღარ მიწევს და ქამას კიდევ ბევრჯერ დავიცავ ამ დივიზიონში. თოფურიამ თქვა, რომ თქვენ ხართ ყველაზე მოსაწყენი მებრძოლი UFC-ში. მეტი ადრეზე თქვით, რომ ბრძოლის შემდეგ ვეკითხა მასზე. შეგიძლიათ გითხრათ თქვენი აზრი მასთან ბრძოლის შესახებ ახლა? არანაირ ტრავმა არ მაქვს. ათ რაიმე ტკივილზე ვგრძნობ. მე მზად ვარ თუ ვინ იქნება შემდეგი. მოდით გავაკეთოთ ეს. მაინც მარტივად მოვიგებ და დღეს ეს გაჩვენეთ. ჯეკი ერთ-ერთი საუკეთესოა, ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქია, ამიტომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. რათა მარტივად მომეგო. ეს იყო ჩვენი გეგმა და მე ზუსტად შევასრულე. რამდენიმე ჩოუქის და კიმურას გაკეთება ვცადე, მაგრამ ძალიან კარგად იცავდა თავს. მე მაინც მარტივად მოვიგე, რადგან ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი ამისთვის. თქვით რომ ბრძოლამდე არ გინდოდა ფიქრი ორმაგ ჩემპიონობაზე და 16 ბრძოლათა მოგებათა სერიაზე, რომელიც ანდეცო სილვას რეკორდია, მაგრამ ახლა ყველაფერი გააკეთეთ. დანა იყო აქ და განაცხადა, რომ თქვენ საუკეთესოთა შორის ხართ. განსაკუთრებით უქამას რამდენჯერმე დაიცავთ. მას თუ კითხეთ, ვარ თუ არა ახლა ფონდ ფურ ფონდის საუკეთესო მებრძოლი? კი, და მან თქვა, რომ ნომერ პირველი უნდა იყოთ რეიტინგში. კარგი მადლობა. არ ვიცი ახლა რომელი რეკორდი უნდა დავამხოთ. კიდევ ერთი მოგება და ყველაზე გრძელი მოგება და სერია გექნებათ. კარგი, მოდი გავაკეთოთ ეს. მე მზად ვარ, იცით? ცხოვრება შეიცვალა, წონას იმდეს აღარ ვიკლებ და თავს უკეთესად ვგრძნობ ქვესაშუალო დივიზიონში. ცხადია, თქვენ ბრძოლისთვის ემზადებოდით კულისებში. რა დროსაც დიდი ჩხუბი იატყდა თქვენ ზოგიერთ თანაგუნდესა და დილონ დენის შორის. დანა უაიტმა ისაუბრა ამ თემაზე. მან თქვა, რომ მისი ბრალი იყო, რადგან მათ ნება დასდო ძალიან ახლოს დამწყდარიყვნენ. ეს ყურადღების გადამტანი იყო თქვენთვის საერთოდ? ანას ფიქრობდით ამ ყველაფერზე? როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ვინმეზე ლაპარაკობ და როდესაც მათ ხვდებით, უნდა აგოთ პასუხი იმისთვის, რაც თქვით.
და დღეს არ ვფიქრობ, რომ მან პასუხი აგო. ის ისევ ბევრ ცუდ რამეს ლაპარაკობს ჩვენს გუნდზე. დღეს ის მოვიდა და ვიღაც უბრალოდ შეხვდა მას. მანამ ბიჭებზე ცუდად ისაუბრა და დღეს ეს ბიჭები უბრალოდ შეხვდნენ მას. სულ ეს არის. დანამ თქვა, რომ მას სამუდამოდ აეკრძალა UFC-ის ივენთებზე დასწრება. ჯობია, რომ აქვეყნენაც გააძევონ. ყველა იმ ქვესაშუალო წონოსნებიდან, ვინც დღეს იჭხუბა, ვინა ჩვენა ყველაზე შთამბეჭ დავიბრძოლა თქვენს გარდა. რატეშის ბრძოლა ვნახე. მან ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა სუფთა ნოკაუტით. რატეში ძალიან კარგია, ძალიან მაგარი ახალგაზრდაა. ასევე გაკვირვებული ვარ თუ როგორ დაამარცხა ამ ბიჭმა, რომელიც მთელი დღე ეწევა ყოფილი ჩემპიონი. მან განაცხადა, რომ ნუტელა აძლევს ამის ძალას. არ ვიცი, ვის მოსწონს საერთოდ მის სიკვება. ეს ბიჭი დიდი ჩანს, მაგრამ ბევრ წონას არ იკლებს. ის ნამდვილად კარგია, გიჟური ბრძოლა ჰქონდა დღეს. ყოფილი ჩემპიონი მარტივად დაანოკაუტა. იგრძენი თუ არა, რომ ჯეკი გატეხეთ ოქტაგონში. იმიტომ რომ რაუნდების შორის, ოდესაც კამერა მასზე იყო, ისე ჩანდა თითქოს კამინა რადგომ მოუჭერდა. პირველ ორ რაუნდში ის უფრო ცდილობდა რაღაცეების გაკეთებას, მაგრამ მესამე რაუნდის შემდეგ საჩემპიონო რაუნდებში ვიგრძენი, რომ ის ვეღარ ადგებოდა. ჩემი კუთხიდან მეუბნებოდი, რომ წამექცია და მიწაზე მეკონტროლებინა, მაგრამ მათ სტრაიკინგში იყო სწრაფი. მე მის ყველა დარტყმას ვხედავდი. პირველი რაუნდის შემდეგ თითქოს დაიღალა და მასთან დგომში ბრძოლა შემეძლო. მაგრამ უბრალოდ მინდოდა, რომ მარტივად მომეკო. თქვენ ალი შეაგდეთ გალიაში? დიახ, მე ძიუდოს ტექნიკას ვაჩვენებდი. ისლამ, როდესაც ჯეკის გრეპლინგზე საუბრობთ, რაც ფიქრობთ, რატომ ხართ მასზე ასე ბევრად უკეთესი? ეს ძალისა ტექნიკის ამბავია? არ იცის იმდენი, რამდენის თქვენ? რატომ შეძლებთ მისი ასე მარტივად კონტროლი? იმიტომ რომ გულწრფელად რომ თქვა, მიწაზე მეტი უნარები მაქვს ვიდრე მას. გრძნობდი, რომ შემეძლო მისი კონტროლი პრობლემის გარეშე. და ბოლოს არ ვიცი, როგორ ქვია მოძრაობებსაც ის აკეთებდა. მაგალითად, ბელალისთვის და სხვებისთვისაც ცდილობდა იგივეს გაკეთებას. ჩემზეც სცადა, მაგრამ მე უბრალოდ ანდერჰუქი აუღე და ვაკონტროლებდი. ფიქრობ, მას მხოლოდ ეს ერთი მოძრაობა აქვს მიწაზე. მე უბრალოდ დავბლოკე ეს მოძრაობა და სულ ეს იყო. ფიქრობ, რომ იყო მომენტი ბრძოლაში, შესაძლოა პირველ ან მეორე რაუნდის შემდეგ, როდესაც მან ადგომის ნაცვლად დაიწყო კონცენტრირება იმაზე, რომ დასაბინდებულიყო. დიახ, ჩოუკისგან ძალიან კარგად იცავდა თავს. და როდესაც მე უბრალოდ მკლავი დავადე, კუთხეცილობდა ეთქვა, რომ ორი ხელით გაიკონტროლებინა ჩემი ხელი. მან ძალიან კარგად დაიცვა თავი და შესაძლოა ეს კრეიგ ჯონსმა უთხრა. ან ეს უბრალოდ მოხდა. მას საუკეთესო შანსი ამ ბრძოლაში ჰქონდა, როდესაც ფეხი დამატყა პირველი რაუნდის ბოლოს. ამ კემპში, ამ ბრძოლის მზადების პროცესში სამი ნაწილი გაიარეთ, სამ სხვადასხვა ქვეყანაში. რამდენად ბედნიერი ხართ ამ კემპით, რომელიც ჰქონდა იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც თქვენმა გუნდმა მიიღო ამ ბრძოლისთვის მოსამზადებლად. მათ უთხარი გასულ კვირას. ეს არის ყველაზე რთული კემპი ჩემს ცხოვრებაში. ჩვეულებრივ პირველ კემპზე უბრალოდ იწყებ ფორმაში შესვლას, მაგრამ პირველი კემპი იყო თითქოს ყველაზე რთული კემპი. ჩვენ მთებში ვიყავით. კისლოვოდსკში, ერთ-ერთი ქალაქია რუსეთში. მათ აქვთ დიდი ოლიმპიური ცენტრი, ყველა ოლიმპიური სპორტისთვის. იქ სამი კვირა გავატარე. ბევრ სიმძიმეებს ვეწეოდი და დროულად ვჭამდი წონის მოსამატებლად. მე მყავდა ერთი მწვრთნელი. ის არის რუსეთის ტაიკვანდოს გუნდის ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი. მისი სახელია საიფულა. მასთან ერთად გიჟური სამუშაო შევასრულე. პირველი კემპი ყველაზე რთული იყო. ძალიან ბევრი რამ გავაუმჯობესე ამ კემპიდან. ისაც უბრალოდ გჭირდებოდა. წონის მომატება და გამძლეობა. და ეს იყო პირველი კემპიდან. ცხადია, თქვენმა გუნდმა მოგამზადათ ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ.
მაგრამ ამ ბრძოლაში ყველა გეხმარებოდა, რომ წონაში მოგემატებინათ. ასევე გქონდათ სხვადასხვა სპარინგ პარტნიორები და ბევრი სხვა ნიუანსი იყო. თქვენი მწვრთნელები, ბიჭები თქვენს კუთხეში, რაც ნიშნავდა ეს გამარჯვება მათთვის. ეს არის ის, სადაც გავაკეთეთ, რათა ისინი ბედნიერები გამეხადა. ჩვენ მხარს უჭერთ და ვეხმარებით ერთმანეთს, არა ფულისთვის, არა რაღაცისთვის. უბრალოდ როცა ვიგებ, ისინი ბედნიერები არიან. და იგივე ხდება, როცა ჩვენი გუნდიდან ვინმე ჩხუბობს. მივდივარ, რომ დავეხმაროთ. მეორე კემპი, რომელიც დუბაიში ვქონდა, უბრალოდ დუბაიში წავედით, რომ ხარი დაგვეჭირათ დავხმარებოდით უსმანს და უმას მოსამზადებლად. მთელი გუნდი წავედით დუბაიში, უბრალოდ დავეხმარეთ ამ ორ ბიჭს, რომ უკეთესები გამხდარიყვნენ. ჩვენ ერთმანეთს ვუსურვებთ, რომ უკეთესები ვიყოთ. არა ფულის გამო, არა რაღაცის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ძმები ვართ. არ მინდა სიტყვა მარტივის გამოყენება, რადგან არაფერი ამ კვირას და ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში გააკეთეთ არ იყო მარტივი. მაგრამ რომელ ადგილზე დააყენებდით ამ ბრძოლას თქვენი ყველაზე მარტივი მოგებების თვალსაზრისით? კარგი შეკითხვაა. კემპები იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი ამ პროცესის. მაგრამ ბრძოლებიდან შესაძლოა პირველზე დავაყენოთ ვოლკანოვსკისთან მეორე ჩხუბი, როდესაც ის დავაფინიშე. ასევე ბოლო ბრძოლა, რომელიც ჩოუგით მოვიგე. რა თქმა უნდა, დღევანდელი ბრძოლაც მარტივი იყო. უბრალოდ მისი დაფინიშება ვერ მოახერხე. დღევანდელი ივენტზე ჟან ვეილი თქვენ მსგავს სიტუაციაში იყო. ცხადია ის დიდი ხნის დომინანტი ჩემპიონია, ერთ-ერთი ყველა დროის უდიდესი მებრძოლი. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო მეორე ქამრის მოპოვება დღეს. ფიქრობთ ეს გარკვეულწილად ასახავს თუ რამდენად წარმოუდგენელი მიღწევაა თქვენთვის რომ შეძლებთ ამის გაკეთება? გულწრფელად რომ თქვა, ვნახე ჟან ვეილი, ის პატარა ჩანდა ბრძოლაში. ამიტომაც ვალენტინამ ძალიან მარტივად გაართვა თავის საქმეს. ის უბრალოდ ხელს უბლოკავდა და მუდმივად მიწაზე გადაყავდა. შესაძლოა ჟან ვეილი არ მუშაობდა იმ მომენტში წონის მოსამატებლად, ცოტათი დიდი რომ გამხდარიყო. იმიტომ რომ ეს დიდი განსხვავებაა, როდესაც წონის კატეგორიას იცვლი, არ შეიძლება უბრალოდ ჭამო და გაიზარდო. ამისთვის სწორი მუშაობაა საჭირო. ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო, რათა გაძლიერდე და წონაში საკმარისად მოიმატოთ. ამ სერიის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ბრძოლა გაგიჭირდა, იყო ვოლკანოვსკი პირველი ბრძოლის დროს. ფიქრობთ, რომ ეს სერია, რომელშიც იმყოფებით ახლა, თქვენი დომინირება უბრალოდ აჩვენებს, თუ რა შესანიშნავი მებრძოლია ვოლკანოვსკი, განსაკუთრებით იმ პერიოდში. დიახ, რა თქმა უნდა, ვოლკანოვსკის ამ ჰქონდა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ბრძოლა, მაგრამ ის დღე ავსტრალიაში, ეს იყო ყველაზე ცუდი დღე ჩემთვის და ზოგიერთი მებრძოლისთვის საბრძოლველად. დილის 5 საათზე ვიღვიძებდით, 5 საათზე მიდიხარ არენაზე, როგორ შეგიძლია ჩხუბო დილის 5 საათზე? ისიც მე ძალიან გამიმართლა, რომ ბოლო ბრძოლა მქონდა, 10-11-ზე მომიწია, ამიტომაც იყო ყველაზე რთული ბრძოლა. სულ ეს არის. ამ კვირის განმავლობაში ნიუ-იორკისგან დიდი სიყვარული მიიღეთ. მეც გაკვირვებული ვარ. გაკვირვებული იყავით? დიახ, და რატომ? იმიტომ რომ ამერიკაში აუდიტორია არ არის ჩემს მხარეს. ყველა ნამდვილად თქვენს მხარეს იყო. პრეს კონფერენციაზე და შემდეგ დღეს ისინი სკანდირებდნენ შენს სახელს. ანუ არასოდეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა ამერიკაში? რას ფიქრობთ, რა ფაქტორმა დააყენა ისინი თქვენს მხარეს? შესაძლოა ახლა ხალხს მოუწონვარ, მაგრამ როცა მთელი ჩემი ცხოვრება სადმე მოგზაურობ, აბუ-დაბიში და ავსტრალიაშიც კი ხალხი ყოველთვის მხარს მიჭერდა. მაგრამ ამერიკაშიც დაიწყეს ფანემა ჩემი შეყვარება. მომავალ ჯერზე, როცა ამერიკაში იჩხუბებთ, მსგავს მიღებას ელოდებით? დიახ, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.
kind of similar reception next time you fight in America? I hope. შთამბეჭდავი გამოცვლა აჩვენეთ. ფიქრობთ, რომ კარგი, ბოლოს და ბოლოს მივაღწია ამოცნებას. ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონი გავხდი. რაღაც მომენტში ფიქრობ თუ არა მესამე ქამარზე. ეს შესაძლებელია თუ არა? ეს ძალიან რთული იქნება. დღეს თავს კარგად ვქორწნობ. ვცნობ, რომ მზად ვარ ნებისმიერთან ვიჩხუბო. სუბუქწონაში ძალიან რთულია წონის კლება და შემდეგ კარგად ძალების აღდგენა, რომ კარგი ჩხუბი ვაჩვენო. მაგრამ დღეს ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი წონითი დივიზიონი და ჩემს ქამარს ამ წონაში კიდევ ბევრჯერ დავიცავ. თქვენ წყალი აიღეთ ჩემს თვალწინ, როდესაც გალიისგან ბრუნდებოდი და ბრძოლის შემდეგ. რა უყავით ბოლოს ამ წყალს? ბოდიში, უბრალოდ წყალი მინდოდა. თითქმის სულ დავლია ეს წყალი. თქვენს მიღწევაზე. თქვენ ახსენეთ, თუ რამდენად განსაკუთრებული ეს თქვენთვის, მაგრამ მე მაინტერესებდა. დანა ვაიტმა ახსენა, რომ 20 ან 10 წლის წინ ხაბიბის მამამ უთხრა მას, რომ ხაბიბი დაიწყებდა სერიას. იქნებოდა ჩემპიონი და რომ შემდეგ თქვენ იქნებოდით ჩემპიონი და ბევრჯერ დაიცავდით ქამას. მაინტერესებდა, რამდენად ამაყი იქნებოდა თქვენი აზრით ხაბიბის მამა, თუ ის ამას ნახავდა და რა სიტყოდა ამაზე. ის იამაყებდა. დიახ, ის იამაყებდა ჩემით. სუბუქი წონა ჩვენს დარბაზში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი დივიზიონია. ყავს PFL-ის ჩემპიონი უსმანი. ასევე ჯანკო, რომელიც უკვე დიდი ვარსკვლავია მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში არ იბრძვის. ყავს ასევე ბევრი ბიჭი, რომლებიც მალე მოვლენ და გააკონტროლებენ სუბუქ წონას UFC-ში. როგორც ჩანს, ჯანკომ ყველაზე სუფთა დასმა მიაყენა დილონ დენის. ფიქრობ, რომ ეს მას უფრო მეტ ვარსკვლავად აქცევს. ჯანკო კარგი სტრაიკერია. მოდი, ნუ ვილაპარაკებთ ამ ნაგავ ადამიანზე. თორე ნაგვისუნი დადგება. Thank you guys. Thank you for all life you promote me always. Thank you so much.